უფლებადამცველთა გაერთიანება სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელად პოლიტიკოსთა დანიშნავს აპროტესტებს თემასთან დაკავშირებით. დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში საგანგებო პრეს-კონფერენცია გაამართა. მჟავანაძის განცხადებით, მსგავსი ქმედებები სპორტის პოლიტიზირებას გამოიწვევს და გამორჩეული არ არის, რომ მოხდეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სპორტსმენების გამოყენება. უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, დაუშვებელი იყო ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტად პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კვალიძე ქართული ოცნების წევრი ზურაბ აბაშიძის დანიშვნა. ნიკოლოზ მჟავანაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისგან. სპორტის სამინისტროში კი ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები ლეგიტიმური გზით უნდა იქნეს არჩეული. თუნდაც აისახება თავად ამას ვფიქრობ, რომ ახლა იმიტომ სამწუხაროდ ის რაზეც აკრიტიკებდა ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყო ის ეტაპი უკვე თავად ქართულმა ოცნებამ. და ამის ნათელი დასტური გახდავთ ბეისბოლის და სოფტბოლის ფედერაცია, რომლის პრეზიდენტად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება სხვა ფედერაციებშიც ანალოგიური დანიშვნები და ეს ცოტა არ იყოს გასაკვირი, იმიტომ რომ თუ კი შენ სხვას მიუთითებ შეცდომებზე, არ უნდა გააკეთო იგივე. ჩვენ არ ვერევით და შესაბამისად მე არ მაინტერესებს ამ წუთში ვინ იყო არჩეული, პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა ადამიანის უფლებაა იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე. ჩვენი რეკომენდაცია დღიდან ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისა და შესაბამისად ჩვენი შეხვედრები, რომელიც მიმდინარეობდა როგორც ოლიმპიური სახეობის ფედერაციასთან, ისე არაოლიმპიური სახეობის ფედერაციებთან, ჩემი როგორც მინისტრის მოადგილე სპორტის დარგში, ასევე როგორც მინისტრის, იყო ცალსახა რეკომენდაციის სახით, რომ სამყაროს უნდა გადაეწყვეტა არჩევნები. არავითარი დანიშვნები ჩვენი მხრიდან მათ არ განხორციელებულა არც